ვიმყოფებით ახლა კოროხნალის ტერიტორიაზე. იძულებით დააკვირდით, დაათვალიერეთ პოლიციური შემოცვიდნენ თავს დაგვესხენ 40 დღე პარლამენტთან იშიმშილეს. სიკვდილზე მივიდნენ ხალხი და ეხლა ისევე ძალადობა. ისევე ძალადობით უნდა მოხდეს სამართალი, ხო? დღეს დილიდან ხმაური იყო ჭიათურაში, სოფელ შუქრუთთან ახლოს მდებარე კოროხნალის მაღაროსთან, რომლის მუშაობასაც ადგილობრივი მოსახლეობა გასული წლის მარტიდან აპროტესტებს. მაღაროში, რომლის ფუნქციონირება წელიწადზე მეტია პროტესტის გამო შეჩერებულია, დღეს კომპანიის წარმომადგენლები საპოლიციო ძალების დახმარებით შევიდნენ. ესე იგი, კომპანია უნდა შეამოწმოს სპეციალისტებმა ეს კონკრეტული ობიექტი მაღარო, რომ უსაფრთხო იყოს მუშაობის განახლება ამ კომპანიაში, ამ მაღაროში. კი ბატონო, ჩვენ გინა მუშაობთ, ჩვენ გინა. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ჭიათურაში წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით იწყება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა. აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დახურულ მაღაროებში მუშაობის განახლება. მიუმართავთ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და მოუწოდებთ ხელი არ შეუშალონ სპეციალისტებსა და ტექნიკურ ჯგუფს. აუცილებელია მათი შეუფერხებელი დაშვება მაღაროებში, რათა მოხდეს 1 წლის წინ პარალიზებული სამუშაო ველების სრულყოფილი და პროფესიონალური შესწავლა. მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაღაროების მომავალთან დაკავშირებით, თქვა მიიღო კომპანიის განცხადებაში. მსგავსი შინაარსის განცხადება ოდნავ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს. აქედან გამომდინარე ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. საბოლოოდ კომპანიამ თავის გაიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ძალების მეშვეობით მათ შეძლეს იქ შესვლა და ჩვენთვის აშკარაა, რომ ამ პროცესში ეხლა მათთვის ეს ადგილობრივების წინააღმდეგობა არის უბრალოდ ბარიერი.